აბა მოგესალმებით ჩემო მეგობრებო და გამომწერებო. იმედია კარგად ხართ ყველა, ყველაფერი კარგად გაქვთ. და მორიგი, ესე იგი, თქვენიდან გამომდინარე შეკითხვები. მაინც გავაკეთოთ ეს გაწმენდვა, ესეთი ენერგეტიკული. სივრცე გავწმენდოთ. ხო, გაინტერესებდათ, ესე იგი, პირადზე, რა თქმა უნდა, გაშლა პირადზე და რა გაიაზრა და რას ნანობს. ორ ვარიანტზე გავაკეთებ. თქვენ ჩაიფიქრეთ, თქვენთვის საინტერესო ადამიანი, რა გაიაზრა. რას ნანობს თქვენთან დაკავშირებით, რას ნანობს. პირველი ვარიანტი, რა გაიაზრა და რას ნანობს თქვენთან დაკავშირებით. მეორე ვარიანტი. მოკლედ, პირველი, მეორე, აირჩიეთ ან პირველი, ან მეორე. აი ეს გაიჩვენებთ. პირველი, მეორე. აი პირველი. ვარდისფერი კვარცი. მეორე. აი ესეთი ინტუიციის ლაზურიტი. რა გაიაზრა? ნახოთ. ხო? და რას ნანობს? პირველი ვარიანტი. ვაუ. გაიაზრა, რომ იმ პერიოდში, როცა თქვენთან იყო ეს ადამიანი, მას რაღაცა გაიარა, გზა გაიარა, თავის ცხოვრების გზა გაიარა. ნანობს იმას, რომ მაინც გაკვირდებათ შორიდან, გიყურებთ, გათვალიერებთ, მაგრამ ასე ვთქვათ, იმ ყველაფრის მერე ვერ მოდის, ვერ ბედავს მოსლოს, იმიტომ რომ თქვენ ხართ აქ როგორც ძალა, ამ შემთხვევაში ძლიერი ქალი. გაიაზრა ის, რომ უნდოდა მოგება, უნდოდა რაღაცა გვირგვინი, უნდოდა რაღაც ძღვენი თქვენგან, ანუ როგორც მამაკაც მიეღო, მაგრამ მან ზურგი გაქციათ იმ დროს, როცა თქვენ ყველაზე მეტად გჭირდებოდათ და ეხლა, იმიტომ რომ მართლა ნანობს და უნდა მოსვლა, მაგრამ იცის, რომ არასწორად მოიქცა, ნახეთ, გაზდა შორიდან, ესე ჩუმად გეპარებათ. ანუ ამ შემთხვევაში შემიძლია ვთქვა, რომ სოციალურ ქსელებში გათვალიერებთ და იცის, რომ ძლიერი ქალი ხართ და ანუ ეტყვით პირდაპირ რა თქვენ სათქმელს, მაგრამ მაინც აბა დავამატებდი პირველი პოზიციისთვის, თუ აპირებს ეს ადამიანი აღიაროს ის, რაც ვთქვათ, მან დააშავა თქვენთან მიმართებაში. ახლა კარტმა ასეთი ინფორმაცია მოგვაწყდა. ოჯახის კარტი ამოდის. ესე იგი, გასასამართლებელი საბუთი ამ ადამიანს აქ ის, რომ ყავს ოჯახი, გესმით? და ვერ გადაახტება ოჯახს. კი ბატონო. და ამის გამო გაიცივა გული, ან არ მოვიდა, ან არ დაგეკონტაქტათ, ან ასე ვთქვათ, რაღაც პერიოდი დააპაუზა, თავის მოქმედება შეიძლება ხისტი და უხეში იყო ოჯახის გამო და ის, რომ თქვენთან უნდა ურთიერთობის გაგრძელება სტაბილურად, თორემ მის conditions, პოზიციების დაცვით, ანუ იმიტომ რომ მზე ამოდის, რაც იმას ნიშნავს, რომ ეგოისტიც არის და პლუს, ახლა ძალიან კაი კარტია, იცით, მზე მიყვარს, თქვენ ათბობთ და თქვენ ყველანაირ სითბო სიყვარულს აძლევთ მას, მაგრამ აი პრობლემა არის ოჯახი. ან ოჯახზე არ უნდა საუბარი, ანუ თქვენთან არ უნდა ოჯახზე, ანუ ასე ვთქვათ, ოფიციალურად. აი ესეთი რაღაცაც შეიძლება, ეხლა ხო, საჯარო გაშლა, კიდევ ერთხელ ვიძახი, ვარიანტები ბევრია, მაგრამ ფაქტია, რომ ნანობს. კი, პირველი ვარიანტი ნამდვილად ნანობს. თუ რაღაც პერიოდში მოგეჩვენათ, რომ ხისტი იყო, უხეში იყო, ზუსტად აი დროსაც მაჩვენებენ მთვარის ახალი დაწყებული ფაზა რო აღმავლობის, ხო? აი ახალ მთვარე რო აი პერიოდში თუ დაიკარგა და არ ჩანდა და რაღაც ესეთ სიტუაცია იყო, ესე იგი
იქიდან გამომდინარე ოჯახის სიტუაცია ქონდა, კარტმა მაჩვენა. ეხლა დეტალურად კი ბატონო პირადში სახელს რო კითხავ, მე უკვე იქ აიხსნება როგორ და რანაირად და ეხლა ესე საჯაროდ რა ინფორმაციაც მოდის, გეუბნებით დანარჩენი ხა თქვენ გაანალიზეთ და გადავედით მეორე ვარიანტზე. მადლობა პირველ ვარიანტო და ეხლა მეორეა, ლაზურიტის ინტუიციური ასე ვთქვათ, კრიალოსანი. რა გაიაზრა, რომ ბედი ხართ თქვენ. ანუ გაიაზრა ის, რომ ციკლურობის კარტი ამოდის, რაღაც იწყება, მთავრდება, მერე ისე ვიწყება. ეს ადამიანი აქტიურად არის თქვენთან, რას ნანობს. ანუ ეხლა ნანობს, რა ვიცი, როგორ შეიძლება ნანობდეს საყვარელ ადამიანთან. ნანობს იმას, რომ თქვენთან მიმართებაში ამ ადამიანმა ალბათ უფრო მეტად ვერ მოგეფერათ, უფრო მეტად ვერ გამოაჩინა თავის თავი. ანუ ნანობს იმას, რომ უნდიხართ როგორც ქალი. იხსენებს იმ მომენტებს, როცა მის მკლავზე იყავით, გეფერებოდათ, თბილ სიტყვებს გეუბნებოდათ, თმაზე გეფერებოდათ. ანუ საყვარლების და სიყვარულის კარტი ამოვიდა, რა ვიცი, ნანობს, რომ ალბათ მის გვერდით არ ხართ, თუ არ ხართ. იმიტომ რომ ბედის კარტი ამოდის, ამოდის რომ ბედია ეს ადამიანი და აქტიურად ჩანს, რა ვიცი, ვკითხო კიდე რამე. და ისიც ამოდის, რომ soulmate-ი ეხა ცოტა ისეთი ნათქვამი იქნება, ხმამაღალი, მაგრამ არაფერი აკლია soulmate-ამდე, თქვენი პარტნიორია, თან ეწყობით ყველაფერში როგორც ჩანს, მაგრამ მაინც რა ვიცი, ვკითხავ, რას გირჩევდათ მაშინ, ხო? რას გირჩევდათ? მეორე ვარიანტო, თქვენ გაგიმართლათ. რას გირჩევდათ სამყარო? პირადში. რჩევა თუ შეიძლება და advice. სამყაროს კარტი ამოდის და ბედის კარტიც, ასე ვთქვათ, შეიძლება ესე დავარქვათ ამ შემთხვევაში. კარტებიდან გამომდინარე, ეს არის ის, რომ ნამდვილად სამყარომ შეგახვედრათ ეს ადამიანი, გზიდან მომავალი, გამარჯვებული, შვიდიანი, მფარველი, ანუ ყველაფერი შეიძლება, ეხა ბევრი შეიძლება ვილაპარაკო. ვიცი, რომ ბევრს ნერვები ცოტა წესრიგში არ გაქვთ და გინდათ ეგრევე მიიღოთ პასუხი ახსნა განმარტებების გარეშე, მოკლედ ახალი დასაწყისი იქნება, სამყაროსგან არის ეს ადამიანი, გზაშია, ჩქარობს და ნამდვილად უნდა, რომ თქვენთან აი სიყვარული განიცადოს, რაც არავისთან არ განუცდია. ანუ თქვენ ის ერთადერთი ხართ. მან ეს იპოვა, გთვლით მის ბედად, თვითონ აგერ ამოდის აქტიური, შემართული ყველანაირად და ელოდეთ მოვა, ანუ შეიძლება წუთიც გამოჩნდეს. თქვენ მას უნდიხართ, მოკლედ ყველანაირად. აი, ესე დავამთავრებდი ამ მეორე პოზიციას, მოკლედ პირდაპირ სიყვარულის ბუშტი აქვს გახსნილი.